მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა, ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და ყველა იმ წირვისათვის, რომლის ძალასაც უფალი გვანიჭებს. ჩვენ ორი სახარებიდან ორი მონაკვეთი ამოვიკითხეთ და მოვისმინეთ. ესე იგი, ერთი ეხებოდა უშუალოდ ქრისტესობის შემდგომ მოვლენებს, როდესაც მოგვები აღარ ბრუნდებიან მეფე ჰეროდესთან, მათ მეფე ჰეროდესგან ჰქონდათ ნაუწყები, რომ გამოეკითხათ მის ადგილმდებარეობის შესახებ, რომ მეფეც მისულიყო და თაყვანი ეცა მისთვის. სინამდვილეში მეფეს არანაირი თაყვანისცემა არ უნდა და ის, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ძალიან ეჭვიანი კაცი იყო და თავისი შვილებიც კი დახოცა, მეუღლე მოაკვლევინა იმისათვის, რომ მეფობაში არ შეცილებოდნენ. ესეთი რომაელების მიერ მოყვანილი კაცი იყო მეფეთ და არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ როდესაც იუდას ტომიდან აღარ იქნებოდნენ მეფეები, მაშინ მოვიდოდა ქრისტე. და მეფე ჰეროდე არ იყო იუდას ტომიდან, ანუ სამეფო ტომიდან, სამეფო შტოდან არ იყო. თქვენ იცით, რომ ისრაელის 12 ვაჟიდან მოდის, ანუ იაკობის სხვაგვარად, რომელსაც შემდგომ ისრაელი ეწოდა, მოდის 12 ტომი და ამ 12 ტომიდან ერთ-ერთი იუდასგან წამოსული შთამომავლობა იყო სამეფო შტო. და მეფე ჰეროდე იყო იდუმიელი. იდუმიელები იყვნენ იაკობის ძმის ესავის შთამომავლები. ესავს სხვაგვარად ედომი ერქვა. იმ ოსპის შეჭამანდის გამო, რაშიც მან პირშოობა გაცვალა, პირველი შვილობა და სულიერი გაგებით არ უყურებდა ამ პასუხისგებლობას და ამიტომ არაფრად ჩააგდო და ოსპის შეჭამანში გაცვალა, ვინც წმინდა წერილს კითხულობთ, ეხლა ძალიან მოკლედ თქვი და ძალიან კარგად ხვდებით, რაზეც არის საუბარი და აი სწორედ ესავის შთამომავალი იყო. ესენი მიუხედავად იმისა, რომ ძმები იყვნენ, ხორციელი ძმები, ისტორიულად მათი შთამომავლობები სულაც არ ცხოვრობდნენ ძმურად, პირიქით, მტრულად ცხოვრობდნენ ერთმანეთის მიმართ. და როდესაც მეფე ჰეროდემ გაიგო, რომ მეფე უნდა დაბადებულიყო სადღაც და გამოიკითხა ისრაელში წიგნობრებისგან, უხუცესებისგან და მათაც მიანიშნეს, მაშინ გადაწყვიტა, რომ ის მოეკრა. და ეხლა შევხედოთ, მოდი, ყველა წმინდა ღვთისმშობლის განსაცდელებს. ჯერ წარმოიდგინეთ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იოსებზე დაწინდეს. 14 წლამდე ტაძართან არსებულ სასწავლებელში ცხოვრობდა, შემდგომ დაწინდეს მოხუცებულ მართალ იოსებზე, რომელიც ხსენებაც არის დღეს და ის მართლაც ძალიან დიდი ადამიანი იყო. ამბობენ, ქრისტიანობამდე იყო ქრისტიანი. და რატო ამბობენ, ახლა ამას მოგახსენებთ. თქვენ იცით სახარებიდან, რომ როდესაც მოხდა ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, როდესაც მთავარანგელოზმა ახარა და იყო ის მიდგომილი სულისაგან წმინდისა და ეს გაიგო მართალმა იოსებმა. ახლა შეხედეთ, ახალგაზრდა ქალი, რომელიც შვილს ელოდება. და რა ხდება, თქვენ არ დაგავიწყეთ, რომ ეს არის ძველი აღთქმის პერიოდი. ძველი აღთქმის რჯული კი რას ამბობდა, რას ითვალისწინებდა. გახსოვთ მაცხოვართან რომ მიიყვანეს ერთ-ერთი დედაკაცი მრუშებაზე, რომ ესე იგი დაიჭირეს და ქვით ჩაქოლოს ითვალისწინებდა. მაგრამ ნახეთ სახარებაში რა წერია. იოსებმაო ეს რო გაიგო, განიზრახაო, რომ ფარულად განეტევებინა, ფარულად განერიგებინა იქაურობისთვის და არ გაეთქვა. არადა რჯულის თანახმად მოვალე იყო, რომ გაეთქვა. მაგრამ იოსები სწორედ რჯულზე მაღლადგება. და ამიტომაც ამბობენ, რომ ის ქრისტიანობამდე იყო ქრისტიანი, ან ის ქრისტიანულად ექცევა და
არა იმ რჯულისამებრ. ეს რჯულზე მაღლა დგება და ქრისტიანულმა გაგებამ სწორედ რჯულზე მაღლა დადგომის შესაძლებლობა მოგვცა. არა თვალისაწილ, არამედ თუ გაგარცხავს ურიცლობაში მეორე მილუში რა აპატია ვინც წევლისო შენ დალოცეო ვინც გდევნისო აკურთხეო ფალიანოს არ ამბობს და შემდეგ შეხედეთ უკვე მოიწია მშობიარობის ჟამმა და ახლა გამოვიდა ბრძანება კეისრისაგან ავგუსტუს იმპერატორისაგან რომ ყველა უნდა წასულიყო იმ ქალაქში სადაც უნდა აღწერილიყო და მართალი იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ნაზარეთიდან, ანუ გალილეის მხარეა ნაზარეთი, აქედან მიდიან იუდეის მხარეში, ქალაქ ბეთლემში, რადგან შთამომავლები იყვნენ სამეფო გვარისა, დავით მეფის ქალაქად ბეთლემი ითვლებოდა და ამიტომაც ისინი მიდიან ბეთლემში. ეხლა მიდიან არა ისე რომ კომფორტულად და რაღაცა მიდიან რითი, სახედრით, ფეხით და ამდენი გზა და შრომა არის გასავლელი. მერე იქ არანაირი ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის, წარმოიდგინეთ. აი რა გამოიარა ღვთისმშობელმა და მოუწიათ რომ იქ სადაც ეხლა ჩვენ ხატებზე და რაღაცა იმებზე ლამაზად წარმოჩენილია ის ბაგა. ხო, ცხოველთან თავშესაფარი, მაგრამ ეგეთი ლამაზი იქნებოდა, როდესაც ისინი შევიდნენ. ეგეთი მოწესრიგებული, მოწყობილი არ იქნებოდა ისეთი, როგორც ხატებზეა წარმოჩენილი. ხო, რეალურად რო შევხედოთ, ცხოველთა სადგომი იყო. აი იქ მოუწია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქ აღსრულებულიყო მისთვის. მერე დაიბადა თუ არა ეძებენ მის შვილს, რომ ადამიანურად შევხედოთ, ეძებენ რომ მოკლან ესე იგი. და მოუწევთ რომ ეგვიპტეში გაიქცენ. ეხლა სახარება აი ესე ემოციურ დონეზე არ აღწერს ამას და დაწვრილებით, მაგრამ გზის სირთულე წარმოიდგინეთ, ისინი მიდიან ეგვიპტეში ღამით და რამდენი ღამე მოუწევდათ სანამ იქ ჩავიდოდნენ გზაში. ცნობილია სხვათა შორის ერთ-ერთი თავდასხმა წავაზაკების მიერ, რომლებიც თავს დაესხნენ, გაძარცვას უპირებდნენ და როდესაც ერთ-ერთ ავაზაკთა მეთაურს უნახავს ჩვილი იესო, მას უთქვამს სხვებისთვის, რომ ჩვენ რომ გაგებული გვაქვსო, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდესო, ის თუ ადამიანად მოვიდა, ამაზე მშვენიერი მაინც არ იქნება. აი ესეთი რაღაც უთქვამს და სხვები დაურწმუნებია, რომ ხელი აეღოთ აი ამ ძარცვიდან და გაეშვათ. და იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უთქვამს მისთვის, რომ ჩემი ძე და ღმერთი ამას შენ სიკეთით გადაგიხდის. და როგორც გარდამოცემა ამბობს, აი ეს მარჯვნივ ყოფი კეთილგონიერი ავაზაკი სწორედ ის იყო, რომელზედაც ახლა საუბრობთ. ნახეთ, აი ეს კეთილგონიერება მართლაც როგორი ქონდა. იქაც ამოიცნო, რომ ღმერთი იყო და ჯვარზეც ყველასაგან მიტოვებული. ზოგადად ადამიანებში არსებობდა ესეთი წარმოდგენა, რომ ესე იგი, რომელი ხალხიც უფრო მეტად არის გაბატონებული, ესე იგი, ეგ არის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემელი, იმიტომ რომ ნახეთ, მათი ღმერთი ძლიერია და ამიტომაც ეს ხალხიც როგორ დაწინაურდნენ. და აი როგორც დაახლოებით რო ვთქვათ, აბოთბილელის ღირსება, რომ დამონებული ერისთავის რწმენას იღებს ქრისტიანობას და არა გაბატონებულისა. აი დაახლოებით ესე ამ კეთილგონიერმა ავაზაკმა ქრისტეში, აი ყველასგან მიტოვებულში ამოიცნა, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მისი მართლა ძალიან დიდი ღირსება. შემდგომ ეგვიპტეში ჩასვლა, როგორც ანგელოზ მოუბრძანა. შემდეგ, როდესაც მეფე ჰეროდე გარდაიცვალა და მეფე ჰეროდეს გარდაცვალებას უფრო ალბათ სიკვდილი ჰქვია, ვიდრე გარდაცვალება. იმიტომ რომ ჯერ გარდაცვალებაც ერთი სასტიკი იყო, როგორც ამბობენ, მატლები ჭამდნენ ცოცხლად, ესე იგი და მის ტკივილებს საზღვარი არ ჰქონდა და ვერაფერი ვერ უყუჩებდა ამ ტკივილებს და მაგრამ ეს ხორციელი ტკივილებია.
ეს რა შეედრება იმ მარადიულ ტკივილებს ადამიანს რომ შეიძლება ჰქონდეს. როდესაც მეფე ჰეროდე გარდაიცვალა, გამოცხადებით ეუწყა იოსებს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩამოსულიყვნენ კვლავ იუდეაში, მაგრამ როდესაც დაბრუნდნენ და ასეთი გარდამოცემაც არსებობს, რომ ღვთისმშობელს სურდა, რომ ბეთლემში ეცხოვრათ, რადგან იქ მისი შვილის შობის ადგილი იყო. მაგრამ იქ როდესაც აღმოაჩინეს, რომ ჰეროდეს ნაცვლად მისი შვილი არქელაუსი მეფობს, შეეშინდათ იქ დარჩენა, იმიტომ რომ იფიქრეს შეიძლება ესეც მამისავით ასეთი სასტიკიკაცია და ანგელოზისაგან ეუწყათ, რომ წასულიყვნენ კვლავ გალილეის მხარეში და კვლავ ნაზარეთში დაფუძნებულიყვნენ და იქ ეცხოვრათ. შემდგომ, როდესაც 12 წლის გახდა, თქვენ იცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები იერუსალიმის ტაძარში მიდიოდნენ ყოველწლიურად დღესასწაულზე. და ერთ დღესასწაულზე ასვლის დროსაც უკავრო ბრუნდებოდნენ დაკარგეს, ვეღარ იპოვეს. რამდენიმე დღე ეძებდნენ, ესე იგი და ბოლოს ტაძარში იპოვეს და ის უხუცესებთან საუბრობდა და მათ განაკვირვებდა თავისი კითხვა-პასუხებით. და ესეც განსაცდელი იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის. აღარაფერს ვამბობ იმას, რომ მისი ძე, ანუ ღმერთი, ყველას სიკეთით ეპყრობოდა, ყველას კურნავდა, ვინც ამას საჭიროებდა, ყველას უქადაგებდა, სასუფეველის გზას ასწავლიდა, მაგალითით უჩვენებდა. ესე რომ ვთქვათ, არავისთვის რომ არაფერი დაუშავებია, მაშინაც დევნიდნენ. და ბოლოს ჯვარზე გაკრული შვილის ხილვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ, რასაც მანამდე წმინდა სვიმეონ ღვთის მემხრქმელი ეუბნება, რომ შენ სულშიო მახვილი გაივლისო. აი ეს ტანჯვა, რასაც განიცდიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხედავდა რა ჯვარზე გაკრულ შვილს, აი ესე ავსიტყვებით აღწერა სვიმეონ ღვთის მემხრქმელმა, რომ შენ სულშიო მახვილი გაივლისო. რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს, რომ ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცხოვრება განსაცდელების გარეშე უნდა იყოს და თუ დახინებული ვართ, მაშინ კარგია, თუ განსაცდელები გვაქვს, მაშინ რაღაცა ვერ არის კარგად. მაგრამ ქრისტიანის გზა არის სწორედ განსაცდელებით ახსავს. გინდა თუ არ გინდა. ზოგი მარჯვნივარი ჯვარცმული, ზოგი მარცხნივარი ჯვარცმული. ორივე ჯვარცმულია, ორივე მხარე. მაგრამ ვინ საცხოვნებლად და ვინ სამწუხაროდ არ იყენებს აი ამას საცხოვნებლად. რაც შეეხება შემდგომ სახარებას, ეს მეზვერე ზაქეს შესახებ არის. მე ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მეზვერე ზაქე იყო მეზვერეთა უფროსი, რომელსაც არაერთი ცოდვა ჰქონდა ამ მხრივ ჩადენილი, რომ ხალხს ფულს ძალავდა და რაღაც ამით იყო გამდიდრებული არა მარტო ის, არამედ სხვა მეზვერეებიც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცის გულში სიკეთის მარცვალი რჩება და ეს მარცვალი გაღვივდება, მას სინანული აქვს, მას ქრისტეს ნახვა უნდა. და როდესაც ის ლეღვის ხეზე აძვრება, იმისათვის რომ ქრისტე დაინახოს როგორღაც, უფალი მას ეტყვის, რომ ზაქე ჩამოდი ძილს, რადგან შენ სახლში უნდა შემოვიდეო და თქვენ ალბათ მოგისმენიათ, როდესაც სახლი იკურთხება, სწორედ იქ იკითხება ეს სახარება. და განწყობა ზაქესი აკურთხებს სწორედ მის სახლს, მის ოჯახს, ზაქეს განწყობა, როდესაც ზაქე შეიპატიჟებს მაცხოვარ სახლში და ეტყვის, რომ უფალო, თუ ვინმეს რამე წავართვი, ოთხმაგად დაუბრუნებ უკან. ანუ თუ რამე შევწოდე, თუ ვინმეს დაუშვათ ცუდად მოვეკეცი, ახლა კარგად მოვექცევი, თუ ვინმეს ყურადღება მოვეკალი, ახლა პირიქით ყურადღებით ვიქნები, სამართლიანად ვიქნები, სიყვარულით ვიქნები. აი ესეთი განწყობა თუ აქვს ოჯახის წევრს, მაშინ მისი ოჯახი იკურთხება. და თუ ეს განწყობა არ აქვს, მღვდელი რომ შევიდეს, რომ ცილოცოს, რომ საკურთხოს, არ გამოვა არაფერი. ესეც სახარებიდან არის. უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ როდესაც შეხვალთ რომელიმე სახლში, თქვით მშვიდობა სახლსა ამას. და თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს ეს მშვიდობა. თუ არა, რომ წამოხვათ, უკან გამოგვხვებათ. ანუ ის მადლი, რაც სამღვდელო მადლია, რამაც უნდა აკურთხოს ის სახლი,
თუ ვინმეზე დაივანებს, გაჩერდება, იქ დარჩება, მაგრამ თუ არავინ არ დახვდა ესეთი, მაშინ უკან გამოყვება. და ვინ არის ესეთი, ვისაც დაივანებს, ვისაც ექნება განწყობა ზაქესი, ვისაც ექნება სურვილი შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი, შეცვალოს, რაც არ მოსწონს, შეცვალოს. ახლა მაგალითად ხშირად გამიგონია ხოლმე და მოდი როგორც გამიგონია ხოლმე ისევე გეტყვით და შეიძლება თქვენთვის უფრო გასაგებიც იყოს. მამაო, სახლი გავარემონტე და ახლა მინდა რომ ვაკურთხო. და ვეკითხები და ვინც არ გაარემონტა არ უნდა აკურთხოს? სახლი კი არა, გონება და გული უნდა შეაკეთო, უნდა შეცვალო რაღაც და მაშინ იკურთხება. მამა ვიტალი სიდორენკო ასეთ რამეს ეუბნებოდა ხოლმე მანდილოსნებს. როდესაც საჭმელს აკეთებთო, ილოცეთო, საჭმელს კეთების დროს ილოცეთო და ამითიო საჭმელი იწმინდება. და მე ამას ხოც რო ჭამსო, მასზეც მოქმედებს ეს სიწმინდა. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, როდესაც სახლს ალაგებსო მანდილოსანიო და ლოცულობსო, სახლი იკურთხება. აი ხო ძალიან მარტივია. რო ილოცებ, სახლი იკურთხება. რო დაიწყევლები რა მოხდება? არ იკურთხება, სულ ცოტა. და მე რაც მოხდება თქვენც რო იგინები, არ იკურთხება. პირიქით, რომ ილანძღები და რომ იგინები, სულიწმინდის მადლი განეშორება. სულიწმინდის მადლი განეშორება. ჩვენ ესე იოლად უყურებთ ბილწიტყვაობას, რაღაცა დაწყევლას თუ ლანძღვას თუ გინებას, შეიძლება ადამიანი იოლად უყურებს. თითოეულ სიტყვას თავისი ენერგია, თავისი ძალა აქვს. ყველა სიტყვას თავისი ძალა აქვს. იმიტომ რომ ყველა სიტყვა გულიდან მომდინარეობს. ამიტომ თუ დალოცავ, მაშინ კარგად იქნება. თუ არ დალოცავ, მაშინ ის იქნება როგორც ის კი არა მცენარეებზე ჩაუტარებიათ ცდა, ესე იგი რომ დაულოცავთ, სხვაგვარად გაუხარია, რომ დაუწყევლიათ, არ გაუხარია, ჩატარებული არის ცდები და შეგვიძლიათ ნახოთ ესე იგი. ამიტომაც ის კი არ არის მთავარი რომ მთელი მიიყვანო. ეს როგორც წესი პატრიარქის კურთხევით წელიწადში ერთხელ უნდა იკურთხოს ქრისტიანის საცხოვრებელი სახლი. თუმცა ზოგიერთი ქრისტიანი ამაშიც მოიკოჭლებს რაღაცნაირად. ფიქრობს რომ ეგ მე არ მეხება. მაგრამ სხვა არის კიდე როდესაც ადამიანი თავად ლოცულობს თავის ოჯახში, თავად მარხულობს, თავად ეპყრობა მეორე ადამიანს ქრისტეს ცნებების მიხედვით. სხვას კი არ თხოვს რომ შენ ასე მომეყარიო, არა. თავად ეპყრობა, თავად საკუთარ თავს თხოვს ამას, რომ სხვას მოეყარს ეს. და მაშინ იკურთხება ეს ოჯახი. და თუ ეს განწყობა არ იქნა, რაც ქონდა ზაქეს, რომ თუ რამე დავაშავე, გამოვასწორებ, რამდენი სასულიერო პირიც არ უნდა მიიყვანო და როგორი დიდი ზარზეიმითაც არ უნდა ჩატარდეს და როგორი ბიზონიც არ უნდა დაკლა, ესე იგი, არ გამოვა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გულში, ის სიმები უფალთან დაკავშირებული, რამდენად სწორად არის გაბმული და რამდენად სწორი არის ჩვენი დამოკიდებულება უფალთან. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოდა, ოჯახებიც დალოცულები ჰქონდეთ და გულებიც დალოცული და გახარებულები. ჩვენთან არის ღმერთი.